მოგესალმებით ყველას. გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი. დღეს განვიხილავთ მათეს სახარების მეოთხე თავს. უმნიშვნელოვანესი თავი მათეს სახარებიდან, რადგან ის ასახავს, ის მოგვითხრობს ქრისტეს გამოცდაზე უდაბნოში. ნათლისღების შემდეგ, ხო? ეს ძალიან ცნობილი ამბავია, როცა ქრისტემ 40 დღე და 40 დღე უდაბნოში იმართულა და შემდეგ მივიდა მასთან გამომცდელი, ანუ სატეშმაკი და გამოცდიდა მას. მაგრამ წინა თავში მოკლედ გაგახსენებთ რა მოხდა, რაც ჩვენ ნახეთ. წინა თავში ჩვენ ნახეთ იოანეს გამოჩენა იორდანის უდაბნოში, აი მინდა განახოთ ეს, აი რა საინტერესოა, ეს შავი წერტილი აი აქ. ხედავთ? შავი, ეს არის იერუსალიმი. ეს არის მთლიანად ისრაელი. დღესაც ისრაელი აი დაახლოებით ამ ტერიტორიას მოიცავს. ეს არის ხმელთაშუა ზღვა და ცოტა აი ამის იქით არის კრეტა უკვე, ბერძნული კუნძული და ზევით არის საბერძნეთი. ამის ზევით ჩრდილოეთით თუ წახვალთ უკვე იქ არის სირია დღეს, ლიბანონი, სირია და თურქეთს მიადგებით ზევით. ქვევით თუ წახვალთ ამ ნაპირას, ამ ჩახვალთ ეგვიპტეში. აქედან იორდანია და უფრო იქით ერაყია, უფრო იქით ირანია, სპარსელი ნახეთ, სად იყო ისრაელი ქვეყნის ჭიპი ქვია ბიბლიაში ისრაელს, იმიტომ რომ მართლაც დედამიწის აი შუა გულია თითქოს ჩვენი სამყაროს ყოველ შემთხვევაში, ხო? ქვევიდან ეგვიპტე, აფრიკა, მარცხნიდან ბაბილონი, სპარსეთი, ზევიდან ასურეთის იმპერია იყო ხოლმე ადრე, რომელიც მოიცავდა ბევრ სახელმწიფოს, რომელიც დღეს ცალკეა, ზევით უკვე დღეს თურქეთია და შემდეგ უკვე კავკასია. აი ეს არის ისრაელი და აქ არის იერუსალიმი ისრაელის სამხრეთით, აი ნახეთ, ქვედა ნაწილი ისრაელის იყო იუდეა. და ზედა ნაწილი ისრაელის აი ეს იყო გალილეა. ასე იყო გაყოფილი. და იუდეაში იყო იერუსალიმი და იერუსალიმის მარჯვნივ ხედავთ აქ არის მკვდარი ზღვა. -400 მეტრია ზღვის დონიდან. მართლაც მკვდარია ყველანაირად. -400 მეტრია და აი ამ მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით აი ამ ადგილას აი აქ იყო ის უდაბნო, სადაც იორდანეში ნათელსმდა. იორდანი მდინარე, კიდევ მდინარე იორდანი, გალილეის ტბასა და მკვდარ ზღვას შორის. და აი აქ ამ მკვდარ ზღვის ჩრდილოეთით იყო ბეთბარა, ესე არის ნახსენები, აი ეს ადგილი ლუკაზე შეიძლება იყოს კიდევ ბეთბარა, მეორნაირად ბეთანიაც ქვია მას, ორივე სახელია ნახსენები ახალ აღთქმაში და აი ამ ადგილას, აი ბეთბარაში, იორდანის ნაპირას ნათელს სცემდა იოანე. და უფალმა ნათელი იყო მისგან იორდანეში, ჩვენ ეს ნახეთ და შემდეგ ნახეთ ხის განცხადებაც, როცა ზეცა გაიხსნა ნათლობის დროს, მამის ხმა ეწამებოდა ქრისტეს, სულიწმინდა მტრედის სახით გამოჩნდა ხილულად და მამამ თქვა, ესაა ძე ჩემი საყვარელი, რომელშიც კეთილად გამოვჩდი, რომელიც ჩემთვის სათნოა, რომელიც მე სათნო ვიყავ. ასე თქვა მამამ. და დაამოწმა ღმერთმა, რომ ეს არის განკაცებული ძე, ღმერთი არის მისი სათნო ძე. ამისი ისმინეთ, ამის თქმა უნდა მამა ღმერთს, რომ ამისი ისმინეთ, ესაა სათნო ჩემთვის. და ამის შემდეგ ნახეთ, ამის შემდეგ როცა ღმერთმა დაამოწმა, რომ სანდოა ეს მისი ძე, რა ხდება? ქრისტე გადის უდაბნოში, რომ იქ გამოცდა, ასე თქვა, ჩააბაროს, რომ ჩვენს ვიხილოთ, რომ ჩვენს დავინახოთ, რომ ის ნამდვილად ჭეშმარიტი მამის ძეა, რომ მისი ნება აბსოლუტურ თანხმობაშია მამის ნებასთან, გესმით? აი ამის ქრისტეს რო თქვათ ასე გამოცდა რა საჭირო იყო მისი, ხო? მაგრამ მისი გამოცდა იმისთვის იყო საჭირო, რომ ჩვენ დაგვენახა როგორია მამის ნამდვილი ძე. და რომ ჩვენ გამხდარიყავით მამის ასეთი შვილები, გესმით? აი ეს გამოცდა განაიმიტო არის, რომ ქრისტე აცდუნოს ვინმე. არა. იმიტომ რომ ჩვენ ნახოთ, რომ როგორი უნდა იყოს ღმერთის შვილი, ნამდვილი მისი ძე, რადგან მისმა პირველმა შვილებმაც, ადამმა და ევამაც უღალათ ეს ღმერთს, ხომ ასე იყო? მისმა შემდეგმა თაობებმაც, ისრაელმაც მისმა ამორჩეულმა ხალხმა ხომ უღალატა ღმერთს. უფრო მეტად ღალატობდა, ვიდრე მისი ერთგული იყო, ხომ ასე? და ეს სამი გამოცდა, რომელსაც ქრისტე აბარებს, არის ზუსტად იმ გამოცდების, ასე ვთქვათ, გამეორება, რომელიც მანამდე ადამიანებმა ვერ ჩააბარეს. და ღმერთმა უნდა გვაჩვენოს, რომ ეს არის ჩემი ნამდვილად ჭეშმარიტი და საყვარელი ძე,
ამისი ისმით, მიბაძეთ მას, დაემსგავსეთ მას. მანამდე სამ თავის დაწყებულ კითხვას დავიწყეთ, ნახეთ, აი ჩვენ ხო წინა სუპირველ საუბარში ვთქვით, რომ ყველა מחარებელი ეს 4-ვე, მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე, სხვადასხვანაირად გვიჩვენებს ამ მოვლენებს, ხო? თქვით რომ მათე გვიჩვენებს ქრისტეს როგორც ისრაელის მეფეს, მარკოზი გვიჩვენებს როგორც მსახურს, ლუკა გვიჩვენებს მას როგორც ადამიანს და იოანე როგორც ღმერთს. ნახეთ, აი მე მინდა მამის სამგარითო და საინტერესოა მარკოზის სახარებაში როგორ არის მოთხრობილი ქრისტეს უდაბნოში გამოცდა. ხო საინტერესოა. ნახეთ. მოინათლა მარკოზი ამბობს, რომ იმ დღეებში მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთიდან და ნათელი იყო იორდანეში იოანესგან. და იმასაც ახსენებს, რომ გაიხსნა ცანი და ტრედივით სულიწმინდა გარდამავალი იხილეს და დაამოწმა ღმერთმა და მაშინვე სულმა გაიყვანა ის უდაბნოში, წერია, და ახლო იქ 40 დღე და გამოიცდებოდა სატანისაგან და ცხოვრობდა მხეცებს შორის და ანგელოზნი ემსახურებოდნენ მას. მორჩა. გამოიცდებოდა 40 დღე, ცხოვრობდა მხეცებს შორის, ანუ ველურ ბუნებაში და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას. დამთავრდა, მეც არაფერს არ ამბობს. და ის რაც მათეს სახარებაში რაც მოქცეულია 12 მუხლში, ის ამბობს 1 მუხლში. გასმით ჩვენ ხო ვთქვით რომ მარკოზი არის როგორც სუფთა ჟურნალისტიკა, ამბებს მოვლენებს გვისახელებს, რომ ეს მოხდა მსახურმა, ღმერთის მორჩილმა მსახურმა ეს გააკეთა, მაგრამ შემდეგ მოდის მათე და ამას იკვლევს, როგორ მოხდა. ის ერთი მუხლი მათეს მარკოზს რო უწერია რომ გამოიცდებოდა, როგორ იყო კონკრეტულად რა მოხდა და მან ალბათ მისი მოწაფეებისგან მათეთ მისი მოწაფე იყო თავისთავად თვითონ და მან იცის მისი მოძღვრისგან რა იყო იქ უდაბნოში გამოცდა. და უკვე მათე გვიყვება ამას ვცლად, ხო? გესმით? აი მსახურზე ცოტას ლაპარაკობს მარკოზი და ისრაელის მეფეზე უკვე გამრცობილად ლაპარაკობს მათე מחარებელი. მოდით დავიწყოთ სახარების მეოთხე თავის წაკითხვა, თქვენს მიადევნეთ თვალი, ვისაც გაქვთ და განვიხილოთ რაზეა აქ ლაპარაკი. მაშინ იესო აყვანილ იქნა უდაბნოში სულის მიერ ეშმაკისაგან საცდუნებლად და იმარხულა 40 დღე და 40 ღამე და ბოლოს მოშივდა. მაშინ მიადგა მას მაცდური და უთხრა, თუ ძე ხარ ღმრთისა, თქვი, რომ ეს ქვები ყურებად იქცნენ. ხოლო იესო მიუგო და უთხრა, დაწერილია, მხოლოდ ყურით არ ცოცხლობს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღვთის პირიდან. მაშინ ეშმაკმა წაიყვანა იგი წმინდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ფრთებზე და უთხრა, თუ ძე ხარ ღმრთისა, გადავარდი აქედან, რადგან დაწერილია თავის ანგელოზებს უბრძანებს შენს გამო და აგიტაცებენ ხელში და არსად წამოჰკრავ ქვასფეხი შენი. იესო მიუგო, ესეც დაწერილია, არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი. და კვლავ აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე და უჩვენა მას ქვეყნის ყველა სამეფო და დიდება მათი და უთხრა, ყოველივე ამას მოგცემ, თუ დაეცემი და თაყვანისცემ მე. მაშინ მიუგო მას იესო, გამშორდი სატანავ, რადგანაც დაწერილია, უფალს ღმერთს შენსას თაყვანის ეცი და მხოლოდ მას ემსახურე. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას. აი რასაც მარკოზი რასაც ამბობს, ანგელოზები ემსახურებოდნენ მას, აქ სლათ არის ეს გამოცდა, რაში მდგომარეობდა. აი მე აქ მოკლედ სქემა გაჩვენეთ ამისი. ეს სამი გამოცდა ქრისტესი, სამი ღალატი თუნდაც ადამის და ევასი, სამი ნაბიჯი, რომელიც ისრაელმა ჩაიდინა, როცა სამ ღმერთს უღალატებდნენ. აი ამ სამ რამეში მდგომარეობს. აი ეს გზა ჩვენს გამოგვილია, ჩვენს გამოგვიცდია. ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს რომ ღმერთს უღალატოთ, მაგრამ აი ნახეთ, პირველი ნაბიჯი დრტვინვა, უზღუნი, ეჭვი, რომ ამბობ, რომ
რატომ თუ მორწმუნე ვარ, თუ შვილი ვარ ღმერთის, რატომ შემევიქვა, რატომ მიჭირს, რატომ აქვს პრობლემები, რატომ ვარ ავად, რატომ არ მაქვს ის რაც სხვას აქვს, ხო? აი ნახეთ, პირველი ესე დრტვინვა, იწყებს ადამიანი ბუზღუნს და ეჭვი უჩდება. არის კი ღმერთი მართალი. არის კი ღმერთი მართლა ჩვენი ღმერთი. ვარ კი მართლა, გესმით? ეს ეშმაკისაგან ეს პირველი ფიქრი. თქვენ ნახავთ რომ შემდეგ აი ამ ქრისტეს გამოცდაში ზუსტად ეს ფიქრებია, ზუსტად ეს. მეორე აქედან გამომდინარე რა არის? მოდი მაშინ თუ ეჭვი გაგვიჩნდა უკვე რომ იქნება არ არის ღმერთი, გამოვცადოთ, აბა მოგცემს, შეგვისრულებს, აბა იზამს იმას რაც ჩვენ გვინდა, ხო? აბა შეძლებს დაგვეხმაროს. ანუ შეძლებს ისე დაგვეხმაროს, როგორც ჩვენ გვინდა რომ დაგვეხმაროს. გესმით? გამოვცადოთ, აბა შეგვისრულებს ვიწამებთ, არ შეგვისრულებს არ ვიწამებთ, ხო? ხო მოგდის ეს ჩვენ. აი მეორე ნაბიჯი. და მესამე ნაბიჯი. ამის შემდეგ ვამბობთ რომ არა, სხვა ღმერთი გვირჩევია. ეს ღმერთი არა. ეს ღმერთი არ არის ისეთი ჩვენ რომ გვინდა და სხვა ღმერთს ვსეთაყვანი და ის სხვა ღმერთი ამ ჭყალებში იმიტომაც ჩავსვიმე რომ სხვა ღმერთი არის ყოველთვის ეშმაკი და თაყვანისცემა კი არ გამოგდის ეშმაკის უკვე აბა რა გამოგდის მონობა მისი და სიკვდილი ეშმაკის თაყვანისცემის დასასრული არის სიკვდილი ეშმაკი არავის ასე ვთქვათ არ გადაუხდის მის თაყვანისცემას ყველა სიკვდილი უნდა ეშმაკს ეშმაკი არის სისრუის მამა და მკვლელი იყო თავიდანვე ასე ბიბლიაში დასაბამიდან კაცის მკვლელი იყო იქ აი ეს სამი რამ ნახეთ დაიმახსოვრეთ გაატარეთ გონებაში და მე გაჩვენებთ მაგალითებს ახლა ბიბლიიდან მისმა ჭეშმარიტმა ძემ იესო ქრისტემ აი ეს სამი გზა როგორ დაამარცხა სამის ცდუნება როგორ დაამარცხა და სხვებმა როგორ ვერ დაამარცხეს და ამიტომაც დაეცნენ თუნდაც ედემის ბაღში ადამი და ევა. მოდი დავიწყოთ აქედან. იესო გაყვანილი იქნა უდაბნოში სულის მიერ, რომელი სულის მიერ? ღვთის სულიწმინდის მიერ, იმიტომ ღმერთის ნება იყო, ღმერთის განგება იყო ეს რომ ის უნდა გამოცდილიყო რომ გვენახა რომ ის არის ნამდვილად სანდო. ჩვენთვის უნდა იყო, ჩვენთვის არის სანდო, ნამდვილად ჭეშმარიტია და მისაბაძი. და ეშმაკისაგან სასტუმრებლად საადოღონდ უდაბნოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უდაბნო არის ღმერთთან შეხვედრის ადგილი ისრაელში, ბიბლიაში. ღმერთთან შეხვედრის ადგილი. აი, ჩვენს ცხოვრებაზე რო გადმოვიდანთ, უფრო კარგად გავიგებთ. როცა ბევრ ხალხში ვართ, როცა აურზაურში ვართ, როცა ამ ქვეყნიურ საქმეებში ვართ, ხო? ღმერთისთვის ხო ვერ ვიცით ჩვენ. ხოლო როცა განმარტოება გიწევს, ხანდახან იძულებითად გვიწევს მარტო ყოფნა, მაშინ ადვილია ღმერთზე ფიქრი. მაშინ ადვილია ღმერთთან საუბარი, ხო? ეს აუგზაური ამ ქვეყნიური გვაშორებს ღმერთთან, გესმით? და როცა ღმერთმა ამოირჩია ვინმე და ღმერთმა გადაწყვეტა რომ ვინმე გადაარჩინოს, ხანდახან უდაბნოში წაიყვანს მას, რომ იქ ელაპარაკოს, გესმით? აი, ბიბლიაში ეს ნათქვამია და იმიტომ გავიმეორე მე. ოსია წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ისრაელმაო, ღმერთი ამბობს ოსიას პირით, ისრაელმაო, მიღალატაო მეო და ამიტომო დავჟი მასო. გაუჩანაგებ ვაზ, ვენახს, ხებს, რომლზეც ამბობს ჩემი საჩუქრებია, ჩემ საყვარლებმა მაჩუქესო, ანუ მან სხვებისგან მიიღო ეს. და ამბობს რომ ღმერთმა კი არ მომცაო, ეს ჩემი საყვარლებისგან მაქვსო ეს საჩუქრები, ანუ უღალატა ღმერთს ისრაელმა. ამიტომ ტყვედ ვაქცევ და მგარეული მხეცები შეუჭამენ მათ. მას მოვკითხავ ბაალთა დღეებს, ანუ კეფთაყანისმცემლობის დღეებს მოვკითხავ, როცა გუნდრუქს უკმევდა მათ და რგოლებითა და სამკაულებით თავს იმშვენებდა, როცა საყვარლებს დასდევდა, მე კი მივიწყებდა თქვა უფალმა. ეს ის დროა, ოსიას დროა, ისრაელი საშინელ მდგომარეობაშია. ისრაელი ყოველთვის მორწმუნე კი არის როგორც ერი. საშინელი პერიოდები ჰქონდათ მას. მაგალითად, ჩრდილოეთ ისრაელი და სამხრეთ ისრაელი, ჩრდილოეთი და სამხრეთი გაყოფილიყო სოლომონის შემდეგ,
ანუ დავით მეფსალმონე ხომ ვიცით მეფე მისი ძე იყო სოლომონი სოლომონის იყო დიდებული მეფობა ხო სამეფო აი სოლომონის სიკვდილის შემდეგ გაიყო მისი სამეფო ჩრდილოეთს დაერქვა ისრაელი სამხრეთს დაერქვა იუდას სამეფო აი მაგალითად მიგეთ აი ამ დაახლოებით 200 წლიან პერიოდში 250 წლიან პერიოდში ისრაელში 20 მეფე იყო ჩრდილოეთ სამეფოში და არც ერთი არ იყო მორწმუნე არ მოგიდგენიათ იუდაში 20 მეფე იყო და იქიდან 8 იყო მორწმუნე გესმით ან ასეთ მდგომარეობაში შეერივნენ სხვა ხალხებს დაიწყეს კეფთაყვანისმცემლობა ბაალს წირავდნენ მსხვერპლს ერთი ურჯულო მეფე იყო ისეთი რომ იუდაში რომ კეფთაყვანისმცემლობა ტაძარში შეიტანა კეფთაყვანისმცემლობა და შვილების სხვეპლად შეწირვაც კი გადმოიღო წარმართული იქ ტომებისგან ხო იმ კეფთაყვანისმცემლობა ველური ხალხი ცხოვრობდა იქ და ამიტომ ამბობს ღმერთი აი ბოლოს ამიტომაცო ღმერთი ამბობს რომ ისრაელს მე ხელს არ გაუშვებ ამბობს ღმერთი ამიტომ აჰა შევიტყუებ და უდაბნოში წავიყვან რომ გულითადად ველაპარაკო უდაბნოს შევუქმნი გავაჩანაგებ ყველაფერს რომ დარჩეს აი ამ საყვარლების საჩუქრების გარეშე და დამელაპარაკოს ისრაელი ისმით ანუ უდაბნო არის ღმერთთან შეხვედრის ადგილი ერთი იმიტომ რომ ღმერთმა დაგინახოს და შენ დაენახო ღმერთს და პირდაპირ ელაპარაკო რომელი ხალხი უდაბნოში 40 წელი ისრაელი რატომ იყო ისრაელი 40 წელი უდაბნოში რომ გამოეცადა ღმერთს და დაენახა ღმერთს როგორები არიან მისდევენ ღმერთს თუ არ მისდევენ ღმერთს ხო ამიტომაც ქრისტეც აი როგორც ჭეშმარიტი ისრაელი ჭეშმარიტი ძე უდაბნოში გაიყვანა სულმა რომ იქ უნდა გამოიცადოს ნახეთ ჩვენ ნახავთ რომ როგორი იყო ისრაელის უდაბნოში გამოცდა და როგორი არის ძე ღვთისას უდაბნოში გამოცდა ხო მაგრამ გავიხსენოთ ჩვენ ასევე პირველი ადამიანები საცხოვრობდნენ ადამი და ევა ედემის 64-ში წარმოგიდგენიათ ედემის ბაღში დაეცნენ ისინი აი ამ სამი სასტურით და ქრისტე უდაბნოში არ დაეცა ამ სამი სასტური ედემის ბაღში ყველაფერი ჰქონდათ მათ ყველაფერი ღმერთთან იყვნენ და დაეცნენ ამას უდაბნოში არაფერი ჰქონდა და არ დაეცა იმიტომ რომ გამოცდილი ლოდია ის ნახეთ ეს ადგილი მინდა უკვე გაჩვენოთ მე თქვენ იესაია წინასწარმეტყველთან წერია ღმერთი ამბობს ეს ისაიას 22 თავი რადგან ამბობს უფალი აჰა ღმერთი აჰა ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად ქვა გამოცდილი ძვირფასი ქვაკუთხედი მყარი საძირკველი მასზე დანდობილი არ აჩქარდება ფეხს არ წაიფორთხილებს მას დანდობილი ღმერთი ამბობს რომ სიონზე დავდი ქვა საძირკველი სანდო ძვირფასი ქვაკუთხედი მყარი საძირკველი და ვინც მასზე დაეყრდნობა არ აჩქარდება რომელია ეს ქვა იესო ქრისტე იმიტომ რომ იქ სიონზე მართლაც იდო ქვა აი სიონი ხო ის მთა სადაც ტაძარი იყო აშენებული ებრაელთა ხო იერუსალიმში მაგრამ ის ქვა მატერიალური ქვა კი არ არის სანდო იმიტომ რომ იერუსალიმში ტაძარი დააქციეს დაანგრიეს დღეს მეჩეთია იქ ხო ის მატერიალურ ქვაზე კი არ ლაპარაკობს აბა ვიზე ლაპარაკობს იესო ქრისტეზე რომელიც მოვა მის და მათი რაბინებიც ამბობდნენ რომ აი ეს ქვა ვიზეც უფალი ამბობს არის მესია არის ის ჩვენი აღთქმული მეფე მასიახი რომელსაც დღესაც ელოდებიან რომელსაც უნდა ველოდო და ის თუ მოვა არაფერი აღარ უბედურება აღარ დაგვემართება ჩვენ მაგრამ ასევე ნახეთ იესაიას მერვე თავში 22 იყო ის და ისაიას მერვე თავი ეს ადგილები კარგია თქვენთვის იმიტომ რომ შემდეგ გაგახსენდებათ ნახავთ მოძებნით და რწმენა გაგიმტკიცდებათ და ამბობს რომ ეს ლოდიო აი ის ლოდი რომელიც სიონის მთაზე დავდეო ანუ იესო ქრისტე იქნება საწმინდარად საწმინდარი მეორე სახელია ტაძარის საწმინდარი არის იგივე რაც ტაძარი ეს ლოდი იქნება ტაძარიო და თან დაბრკოლების ლოდიო
და წაფორხილების კლდე ისრაელის ორი სახლისთვის. რომელი ისრაელის ორი სახლი? ჩრდილოეთი და სამხრეთი. აი იერუსალიმში რომელიც ქვაც დავდეო, ის დაბრკოლების ლოდი იქნება, წაფორხილების კლდე ისრაელის ორი სახლისთვის, ბადე და მახე იერუსალიმის მკვიდრთათვის. ბევრი წაიფორხილებს მასზე, დაეცემიან და დაილეწებიან, გაებმებიან და გაიხლართებიან. რაზე ამბობს ამას უფალი? ბევრი წაიფორხილებს მასზე და დაილეწებაო. იმ ხალხზე ამბობს, ვინც უარყო ქრისტე. აი ის ლოდი რომ მოვიდა, ანუ იესო ქრისტე რომ ღმერთი რომ განკაცდა იერუსალიმში, ბევრმა წაიფორხილა მასზე, დაეცა, დაილეწა და წაიმტრია ცხვირი მასზე. გესმით, იმიტომ რომ არ იწამეს, არ მიიღეს. წინასწარ ამბობს ამას ისაია. და იმარხულა 40 დღე და 40 ღამე. ანუ ის თქვა მინდოდა მე დავასრულო წინა ნათქვამი რომ გამოიცადა უფალი იმიტომ უდაბნოში რომ ჩვენ გვენახა რომ ის არის ის სანდო ლოდი რომელიც ნაცნიასწარმეტყველები იყო ისაიას 28-ვე თავში რომ მასზე დაეყრდენით. ის არის თქვენი საყრდენი, გამოსთილი ქვაკუთხედი. გესმით? აი ეს უნდა გვენახა ამ თავში ეს ამ გამოცდის დროს უდაბნოში ეს უნდა დაგვენახა, ეს არის მთავარი. იმარხულა 40 დღე და 40 ღამე და ბოლოს მოშივდა. 40 დღე და 40 ღამე მარხვა ისეთი კი არ იყო ჩვენ რომ მარხულობ დღეს ხორცს რო არ ჭამდა, ხორცეულს რომ არ ჭამდა, ცენერეულს. არაფერს არ ჭამდნენ ისინი. მარტო წყალი, არაფერს არ ჭამდნენ. და ასეთი მარხვა ბიბლიაში ჩვენ ვიცით რომ მოსე მიმარხულა, როცა თაზე ავიდა, მაგრამ როცა ჩამოიტანა ორი ქვის ფილა, ხო? გახსოვთ ეს 10 მცნება რომ ჩამოიტანა, მცნებები რომ ჩამოიტანა, ნახა რომ დაბლა ესენი კერთაყვანის ცელობაში არიან მისი ხალხი უკვე. ვერ მოითმინეს და ჩამოვიდა და ნახა რომ უღალატეს ღმერთს, ჩამოასხეს კერპი და როკავენ მის გარშემო და დალეწა ეს ქვის ფილები მოსემ. და მეორედ უთხრა ღმერთმა, ისევ ისეთი ქვები ამოიტანეო ფილები მეორედ. აპატია ღმერთმა ისრაელს ღალატი, ამოდიო და მოგცემ ცნებას და რო ავიდა მოსე 40 დღე და 40 ღამე მარხულობდა ხორების მთაზე, რომ მიიღო რჯული ღმერთისგან. ანუ ნახეთ, აი ეს ღმერთთან შეხვედრის ადგილი იყო ხორები და რჯულის ღმერთთან საუბრის ადგილი იყო. მეორე შემთხვევაა კიდე ნახსენები ბიბლიაში ელია წინასწარმეტყველო რომ იმარხულა. ნახეთ რა მოხდა, ელია ცხოვრობდა აი ურჯულოების დროს, მე რო გითხარით რომ კერთაყვანის ცელობაში ჩავარდა ისრაელი, მეთქეს იყო მე-9 საუკუნე. და ახლა 800-იან წლებში ცხოვრობდა ქრისტემდე ელია წინასწარმეტყველი, აი ნახეთ თიშბე არის, აი თქვენ როგორ აი ნახეთ თიშბე. აი ჩრდილოეთ ისრაელში ცხოვრობდა ელია წინასწარმეტყველი. და რა მოხდა, იცით 450 მომიყვანეთო ელიამ თქვა. და ნახოთო ვისია ჭეშმარიტი ღმერთი, აი თქვენი კერთაყვანის ცემლების სხვებს რო წირავენ 450 მოიყვანეთო და მე ვიქნები მარტო და სხვერპლი დავდოთო ილიეუნება და ვის სხვერპსაც დაწვავს ცეცხლი ზეციდანო ის ნახავთო რომ რომლის ღმერთია მართალიო და ნახეს რომ ილიას სხვერპლი შეიწირა ღმერთმა და ის 450 წინასწარმეტყველი დახოცეს სიკვდილით დასაჯეს ამის გამო ისრაელში. და შემდეგ დედოფალი ყავდა ურჯულო ებრაელი. იზაბელი ერქვა იმ ქალს და იმან უთხრა შენ თუ არ მოკლავ ნახეო დაემუქრა ელიას. და ელია გაიქცა და წერია რომ 40 დღე და 40 ღამე მიდიოდა სანამ აი ხორების ხაზე ჩავით-თასთან მივიდა, სადაც მოსემ რჯული მიიღო, სანამ თასთან მივიდოდაო, ღმერთმა ჯერ საკვები მისცა მას. სასწაულებრივად და მე უთხრა რომ წადი ხორების ფაზეო და იქ დაგელაპარაკებიო და მიდის ილია, ანუ საშიშროებას გაურბის, გესმის და 40 დღე და 40 ღამე არ ჭამს და არ სვამს, გესმით, არ ჭამს, მარხულობს. ნახეთ, ანუ ღმერთთან შეხვედრა და საშიშროება. ნახეთ, ქრისტეც მარხულობს, რომ მამისგან დამტკიცდეს რომ ის არის ნამდვილი ძე და მეორე მასაც ელოდება საშიშროება. როგორც ილიას მოსაკლავად დასდევდნენ, როგორც გამოვა უფალი და დაიწყებს მოვაწეობას, ხო, ამ გამოსტის შემდეგ, მალევე იტყვია რომ მოკლათო, დაღუპოთო
როგორ მოუკლათო, გესმით? აი, ზუსტად ილიას და მოსეს 40 დღიანი მარხვა თითქოს მეორდება ამ ქრისტეს აი ამ უდაბნოში გამოცდაში. და პირველი სასტური რა იყო? შეიძლება 40 დღე კაცმა არაფერი არ ჭამოს, როგორ გონიათ? შეიძლება ექიმებმა ისიციან სამედიცინო თვალსაზრისით აბსოლუტურად შესაძლებელია რომ 40 დღე და 40 ღამე არ ჭამო არაფერი და მაგრამ რა ხდება? აი ბიბლია რატომ არის ზუსტი? ნახეთ? დაახლოებით 2 თვე შეუძლია ადამიანს არ ჭამოს არაფერი. 2 თვე. ნუ ახლა თუ სამედიცინო პერსონალი აკვირდება, უფრო მეტი შეიძლება, მაგრამ ისე თვითონ რომ იშიმშილოს 2 თვემდე გასტანს, მაგრამ დაახლოებით რამოდენიმე დღის შემდეგ უკვე საკვები აღარ არის გლუკოზა ორგანიზმში, კუნთებიდან იღებს მერე სხეული გლუკოზას, კუნთებიდან რომ ძალიან არ დასუსტეს ადამიანს, შემდეგ უკვე სხეულის ცხიმებს წვავს და 30 დღის შემდეგ უკვე იწყება კრიზისი. 30 დღის. აი მე-40 დღე ზუსტად ისაა, როცა ადამიანს ძალიან უჭირს უკვე. აი ეს არის ფიზიოლოგიურადაც ასე არის დადასტურებული და წერია რომ 40 დღე რო გავიდაო, მოშივდაო. ეს ზუსტად ის რაც ჩვენ ვიცით მედიცინიდანაც რომ ასე ხდება ადამიანის ორგანიზმში და როცა მოშივდა, აი მაშინ მივიდა მასთან ეშმაკი და დაიწყო მისი გამოცდა, ხო? იმიტომ რომ ხანდახან კი არა ხშირად ჩვენ ბუნებრივ მოთხოვნილებების დროს გვაცდუნებს სპოროტ. ხომასია? აი ძალიან ცნობილი მაგალითია რომ როცა გშია საყიდლებზე არ უნდა წახვიდე. რატო? როცა გშია მაშინ ხარბი ხარ. ხომასია? როცა გშია მაშინ ხარბი ხარ და ამიტომ ბევრს იყიდი, ამიტომ სიხარბე ყვალის ჩვენში მაშინ როცა გშია. ხომასია? ან როცა ამბობენ რომ მაგალითად როცა ოჯახური პრობლემები გაქვს ადამიანს მეუღლესთან ხო ხდება ხოლმე ეს. მაშინ უფრო მეტად გებძვის ვნება ღალატის. ხომ? აი როცა პრობლემა გაქვს მეუღლესთან, აი იმ დროს უფრო მეტად ფხილად უნდა იყო რომ არ გაცნოს ეშმაკმა ღალატის თვალსაზრისით. იმიტომ რომ იმ დროს აი შიმშილი გაქვს, ყურადღების, სითბოსის, სიყვარულის, ხო? იმიტომ რომ რაღაცის გამო კრიზისი გაქვს მეუღლესთან, ხო? აი ამ დროს მოდის ეშმაკი და გეუბნება, იქნება ის ჯობია ის ადამიანი. რა გინდა ეს შენი ცოლი ან შენი ქმარი? იქნება ის ჯობია, როგორც მოსიყვარულია, როგორ ყურადღებას გაქცევს, ხო? ცდუნება. იმიტომ რომ პრობლემა გაქვს. იმიტომ რომ ის ბუნებრივი პრობლემაა ეს, ხო? ყველა ოჯახშია კრიზისი, ხომ ესეა? ყველგან ხდება ეს. ამიტომ ხილად უნდა იყო, როცა ბუნებრივი მოთხოვნილებების დროს გაქვს გაჭირვება, იმ დროს მოდის ეშმაკი და გასწრებს. და ესეც მოხდა ქრისტესთან და მივიდა მასთან ეშმაკი და უთხრა, თუ ძე ხარ ღვთისაო, აი ეს ქვები შეცვალე პურებად და დანაყრდიო. უთხარი რომ პურებად იქცნენ ეს ქვებიო. ქრისტე ეუბნება დაწერილია არა მხოლოდ პური ცოცხლობს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღვთის პირიდანო. საიდან პასუხობს ქრისტე ეს სიტყვა თვითონ მოიფიქრა ქრისტემ თუ საიდან არის ეს? ჯულიდან პასუხობს. ნახეთ, მეორე რჯული მოსეს თორადან, ანუ მოსეს 5 წიგნეულის ბოლო წიგნის მეორე რჯულის მერვე თავშია ეს სიტყვები. თქვენ ნახავთ ეხლა რომ ქრისტე ეშმაკს პასუხობს არა საკუთარი სიტყვებით, არამედ რჯულის სიტყვებით. ღმერთის სიტყვებით პასუხობს, გესმით? ესაა მნიშვნელოვანი. თუნდაც როცა სატანა ჩვენთან მოდის და გვაცდუნებს რაიმეზე, ჩვენ საკუთარი ფილოსოფოსობა კი არ უნდა დავიწყოთ ჩვენი სიტყვებით რაღაც. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რჯული რას გვეუბნება. რას გვეუბნება სახარება, რას გვეუბნება ბილი, მაშინ მყარია ეს, გესმით? იმიტომ რომ მე ვიცი რომ ღმერთმა ასე თქვა. ხომ გესმით რა? აი მაგალითად თუ ვიღაცა გვეუბნება რომ აი ეშმაკი გვეუბნება რომ იცი ღალატი შეიძლება თქვა, აი გჭირდება შენ და უღალატე თქვა მეუღლეს, ხო? აი რა სიტყვა უნდა დავუპირისპირო მე მას? რომელი ღმერთმა შეაუღლა კაცი ნუ განაშორებს. ამობს ძულში, ხო? ქრისტე. გაგახსენ, ეს სიტყვები გაიხსენე და ყველანაირი საცდური დამარცხებულია. რჯულის სიტყვებს ვერაფერი ვერ დაუპირისპირდება, ხო ასე? ან თუ მაგალითად შეხვედი მაღაზიაში, ეხლა ვერთხელ დავიპაროს ყველა, მაგრამ გინდა რაღაცა ხელი წაგისცეს და მოიპარო მაგალითად, ხო? რა სიტყვა უნდა დავუპირისპირო ამას? ქრისტე მეუბნება, თუ შენი მარჯვენა გასწუნებს, მოიჭერი და გადააგდე.
ჯობია უხელოდ შეხვიდე სასუფეველში, ვიდრე ორივე ხელით ჯოჯოხეთში. გაიხსენე სიტყვა, ქურდობა აღარ მოგინდება. თუ მორწმუნე ხარ, რა თქმა უნდა, ხო? ან ქთამის აღება მოგინდა სიტყვაზე. გაიხსენე ეს სიტყვა, რომ აი ეს ხელი, რომელიც ქურდობს ან ქთამს იღებს, იცოდე, რომ ორი ხელით შედიხარ ჯოჯოხეთში. აი ამას აკეთებს ქრისტე. ნახეთ, მერვე თავში წერია. მერვე თავში აღწერილია რა? აი, როგორ გითხარით. გამოცდა უდაბნოში. და რას ახსენებს ქრისტე ებრაელებს, რომ როცა მოდიოდნენ ეგვიპტის მონობიდან, ხომ ვიცით ეს ჩვენ, რომ მოშივდათ, შიმშილი იყო, არ ქონდათ საჭმელი, საკმარისი კალორიული საჭმელი აღარ ქონდათ, ეგვიპტეში ქონდათ, წუწუნებენ ამაზე, ბუზღუნებენ, რტვინავენ, რისთვის წამოგვიყვანია მონობიდან, ხორცი თავზე საყრელი ქონდა, თაფლი და ლეღვიო ეუნებიან მოსეს, გესმით? აი, დაიწყეს რტვინვა. თავისუფლებას კი ვეღარ ხედავენ, რაც მიიღეს. დაიწყეს ბუზღუნი, რომ საჭმელი არ გვინდაო ჩვენო. და რას ეუნებიან, რომ თუ ღმერთის ხალხი ვართო, საჭმელი არ უნდა გქონდესო? გესმით? იგი რასაც ის მაცდური ეუნება ქრისტეს, თუ ძეხარ ღვთისა, რატო გშიაო? აი, ხედავთ, იგივეა ზუსტად. შენ ხო ძეხარო ღვთისო, ეშმაკი ეუნება, შეიძლება მშიერი იყო და ასე იტანჯებოდეო? თუ ძეხარ ღვთისა, აი, ხო გაქვს ძალა ღვთაებრივი, აქციე, ქვევი, პურება და ჭამეო. ამას ამბობდნენ ის ებრაელებიც, რომ თუ ღვთის ერი ვარ და გამოგვიყვანა, რატო უნდა გშიოდეს? დაიწყეს რტვინა და ბუზღუნი. და შემდეგ მოსე მათ ეუნება მეორე რჯულში, რომ შენ გახსოვდესო, რომ თელის გზა, რომლითაც მოჰყავდი ეს 40 წელი უფალს შენს ღმერთს უდაბნოში, იმიტომ იყო, რომ მოეთვინიერებინე, რომ გამოეცადე, რომ სოდნო და რა გიდევს გულში, დაიცავდი თუ არა მის მცნებებსო. გაათვინიერებდა, გამშევდა და გაჭმევდა მანანას, რომელიც არ იცოდი არ შენ და არ შენმა მამაპაპამ, რათა მიმხვდარიყავი, რომ მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი. გესმით? აი ამ რჯულში უწერიათ მათ, რომ იმიტომ იყო 40 წელი თქვენთვის უდაბნოში, რომ 40 წელი ხომ ისინი მანანას იღებდნენ ღმერთისგან იღებდნენ ზეციურ პურს, წყალი რო შემოაკლდებოდათ, ღმერთი აძლევდა ხოლმე მათ წყაროდ კლდიდან წყალს, ხომ? ეს იმიტომ მოხდა, გახსოვდეს ეუნება მოსე მეხუთე წიგნში მეორე რჯულში, რომ გცოდნოდა, რომ მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი. ეს რას ნიშნავს, რომ გცოდნოდა, რომ ხომ გადარჩი, ხომ მოხვედი აღთქმულ მიწაზე, ხომ შეგისრულა ღმერთმა ის, რაც შეგპირდა, ხომ აქვს შენ შვილებს თავისი მიწა ურთხეული, ხომ? უნდა გიცოდე, რომ მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი, არამედ ყველა სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან. გესმით? ამას ეუბნება. აი, რაც ისრაელმა იქ ვერ ჩააბარა უდაბნოში, ქრისტემ ჩააბარა. ეს გამოცდა და ეუბნება, რომ არა. თან რა არის, თუ ის ქვებს პურებად აქცევდა, მას თავისი ღვთაებრივი ძალით უნდა გადაერჩინა თავისი თავი. ხომ ასე იყო? როგორც ღმერთს. მაშინ თუ იქ თავის თავს გადაირჩენდა ღვთაებრივი ძალით, ჯვარცმისასაც გადაერჩინა მაშინ თავის თავი, ხო შეეძლო? ხომ ამბობს, რომ მე შემიძლია ღმერთს თხოვო და 12 ლეგიონს ანგელოზებისას გამომიგზავნის და შეუძლებელი იქნება ჩემი ტანჯვა და ჯვარცმა, ხო? ანუ თუ ის ამ საქმეში თავის ღვთაებრივ ძალას გამოიყენებდა თავის გადასარჩენად, მაშინ ღვთისგანგებულება დაიშლებოდა. გესმით? საკუთარი თავისთვის მან ღვთაებრივი ძალა არ გამოიყენა. მისი ღვთაებრივი ძალა უფლება. გესმით, რა შეა განსხვავება? სხვების გადასარჩენად, მაგრამ კეთროვანის განსაკურნებლად, ან მკვდრის ასახდინებლად აკეთებდა ამას, მაგრამ საკუთარი თავისთვის ეს არ გაუკეთებია. ეს დაიწყო უდაბნოში. ქვების პურებად შესვლაზე თქვა უარი და ამბობს, ხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი. ხომ ასე? შემდეგო მიადგა მას მასტური და წაიყვანა იგი წმინდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ფრთებზე და უთხრა, თუ ძეხარ ღვთისა, გადაიგდე აქედან, გადავარდი აქედან, გადაიგდე თავი აქედან, რადგან დაწერილია, თავის ანგელოზებს უგზანებ შენთვის, შენს გამო
და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოკრაქვას ფეხი შენი. იესო მიუგო, ესეც დაწერილია, არ გამოსცადო უფალი შენი ღმერთი. საწაიყვანა ტაძარშიო, წმინდა ქალაქშიო. ანუ იერუსალიმში წაიყვანა, როგორ წაიყვანა, როგორ გონიათ? ჩვენს არ ვიცით როგორ წაიყვანა, ალბათ გამოცხადებით, ან რაიმე სულიერი ხილვით, ან რაიმე სხვანაირად, ეს როგორ მოხდა, ეს დაფარულია ჩვენთვის, ეს შეიძლება ჩვენება იყო რამ, რაც მათ ეშმაკს და მას შორის იყო და ეუბნება კიდევ ერთი ქრისტეს ეშმაკი როგორც ციდა, როგორც ღმერთს თუ როგორც ადამიანს. როგორც ადამიანს, რა თქმა უნდა. ამიტომაც მას ეშმაკს იმ დროს ჰქონდა ძალაუფლება, რომ როგორც ადამიანისთვის, ან წაეყვანა, დაეყენებინა, ეჩვენებინა, გესმით? ეს ღმერთმა დაუშვა ეს იმ დროს. და დააყენა ტაძრის ფრთედზეო. სიტყვა რომელიც ნახსენებია სახარებაში ტაძრის ნიშნავს თელ იმ ტერიტორიას. ხო? აი სიწმინდეში წაიყვანა და ზოგი ამბობს რომ ეს ტაძარი იყო აი თვითონ სადაც სხვეპლი იწირებოდა ის აი რომ გაჩვენეთ მაკეტი. ზოგი ამბობს რომ ეს იყო აი ეს ბაზილიკა რომელიც სამხრეთით იყო, სამხრეთ ესეთი სვეტებიანი გრძელი ტაძარი რო იყო. ყოველ შემთხვევაში სახურავზე დგას უფალი და ეუბნება გადაიგდი აქედან თავის შენი. ანგელოს და მისთა დაუბრძანებიე შენთვის დაცვად შენდაო, ხო? ეს საიდან ეუბნება ამ სიტყვებს? რომელი ფსალმუნია? თუ გახსოვს? 99 ფსალმუნი. აი ბორო ძალთა წინააღმდეგ ფსალმუნს რო ვეძახით ჩვენ, ეს ფსალმუნია და ეშმაკი, ნახეთ, ეშმაკი უცბად მორწმუნე ხდება. მორწმუნე გახდა როგორც ჩანს აქედან და ფსალმუნს ციტირებს. ეუბნება რომ აი ფსალმუნში ხო წერია, ანუ ეშმაკმა წმინდა წერილიც იცის, განა არ იცის, მაგრამ რას აკეთებს ეშმაკი? აყალბებს წმინდა წერილს ყოველთვის. ფსალმუნი ხო არ აქვს იმის აქ? აბა 90 ფსალმუნი შეგიძლია ამოიღო. აყალბებს ეშმაკი ფსალმუნს. ნახეთ. მათხოვე ერთ წამს ფსალმონი აი რომ კარგად დავინახოთ რაში მდგომარეობს სიყალბე კაცის მკვლელის. უყურეთ. ეშმაკი ეუბნება, ანგელოზებს უბრძანებს შენს გამო აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოკრა ფასფეხიო. როგორ გონიათ რა გამოტოვა ეშმაკმა ამ სიტყვებიდან? აი როგორ წერია ორიგინალში. ანგელოსა მისთა და უბრძანებიე შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინაგზათა შენთა ხელთა მათაზე და აგიპყრან შენ და წარსცე ფასაფეხი შენ. ანგელოზებს უბრძანებს ყველა შენ გზაზე დაგიცვან. ეს გამოტოვა. რადგან მესიის გზაზეა ლაპარაკი, ქრისტეს გზაზეა ლაპარაკი. გესმით და იმ გზას ქრისტე არ გადაუხვევს. ეშმაკი აი ამ შენს გზებზე დაგიცავს ღმერთიო, ამას ტოვებს და ეუბნება დაგიცავს ღმერთი ანგელოზებს უბრძანებს და აგიტაცებენ. აი ყოველთვის ასეა. პირველი ჩვენი მშობლები ადამი და ევა ზუსტად ესე დასცა ეშმაკმა. რომ მივიდა და პირველი ტყუილი რო თქვა, რა უთხრა ევას, რო თუ გახსოვთ? ცნება ხო ასეთი იყო მიცემული, რომ ყველა ხისგან გეჭმევათ ედემში, ღმერთმა ხო ასე უთხრა? მხოლოდ ერთ ხისგან არ შეჭამოთ. ის კეთილის და ბოროტის ცნობის ხე, ხო? ეშმაკი რომ მიდის, რას ეუბნება? როგორ ეუბნება? მართლა ყველა ხისგან აგიგებძალათ ღმერთმა ჭამაო? ნახეთ როგორი გაყალბებული კითხვა. აგრძალვა კითხვაში არის, იმიტომ რომ მართლა რაღაცა აუგრძალა. ღმერთმა უთხრა, ყველა ხისგან გეჭმევათ, მხოლოდ ერთი არა. ეშმაკი ეუბნება, ყველა ხისგან აგიგებძალათ, ტყუილს და მართალს ერთმანეთში ურევს, გესმით? აი ის რაც დღეს ხშირად ხდება ამ ბოროტის სახელმწიფოების პროპაგანდაში. ტყუილი და მართალი ისე არის არეული ერთმანეთში, რომ თუ ძალიან დაკვირვებული და ფხიზელი გონება არ აქვს, ადამიანს ვერ ხვდები, გესმით და ევასთან რომ მიდის, ეუბნება რომ მართლა ყველა ხისგან აგიგრძალათო? და ეუბნება არაო. პირველი ეჭვი გაუჩნდა შეიტანა. ეუბნება არაო, ყველა ხისგან არაო, ხოლმე ერთი ხისგან აგიგრძალა, რადგან გითხრა თუ იმ ხისგან შეჭამთ, სიკვდილით მოკვდებითო და ეშმაკი ეუბნება არა არ მოკვდებით. ღმერთი იმიტომ გიგრძელავთ ამას რომ ეშინია რომ მასავით ღმერთებივით შეიქმნებით. ხვდებით? აი იმ პირველი გაყალბებული კითხვით, როცა ყურადღებით არ მოусმინა ევამ რას ეუბნებოდა, უკვე გადაება მას სხვა ეჭვიანი კითხვები და უკვე გაიბზარა რწმენა ღმერთისადმი და დაეცა ადამიანი. გესმით?
ამიტომ ეს ხდება ზუსტად აქაც, რომ გადაიგდე თავი. თან ეს კითხვა რა იყო კიდე საინტერესო ამ კითხვაში. ჩვენ ხომ ნახეთ უყურეთ, ჩვენ მალაქია წინასწარმეტყველი რო განვიხილეთ წინა საუბარში. ხომ გახსოვთ ან ქრისტეს წინა იოანეს მოსვლას რომ წინასწარმეტყველებს. მალაქია წინასწარმეტყველის ბოლო თავში როგორ იყო რომ აჰა მოვავლენ ჩემს ანგელოს და გაამზადებს გზას შენს წინაშე. ეს ანგელოზი არის იოანე ნათლისმცემელი. და ბოლოს მე მოყვება მას უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი. უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი. როგორ უნდა მოვიდეს უეცრად თავის ტაძარში უფალი? ამიტომაც ფიქრობდნენ იუდეველები, აი მათი რაბინები მაქვს აქ მოტანილია ეს მიდრაში, მე რომ გითხარით, მიდრაში არის რჯულის განმარტება მათი რაბინების და იქ წერია რომ აი როცა ნაბუქოდონოსორმა დაანგრიაო იერუსალიმის ტაძარი ეს მე-6 საუკუნეში ხო 587 წელს როცა დაანგრიაო მაშინო ღდლებიმო აი რომ ნახეს რომ მოდის უკვე ტაძარს ანგრევს და უკვე უბედურება გარდაუვალია ღდლებიო მაშინო ავიდნენ მე ხად იყვებით რას ამბობდნენ მათი რაბინები ეს რჯული ბიბლიაში კი არ წერია მე გიყვებით ისინი როგორ ფიქრობდნენ ამას და რატომ ეუნება ეშმაკიც ქრისტეს ამას და ავიდნენ ტაძრის სახურავზე და უთხრეს ღმერთსო რომ ღმერთო ჩვენ ვერ დავიცავითო ეს სიწმინდეო და ჰაო ტაძრის გასაღებიო ხელში უჭირა ტაძარი და შენ კონდესო და შენ ჩაიბარე შენი ტაძარიო და ისროლესო ზეცაშიო ეს ტაძრის გასაღებიო და იქიდანო ღმერთმაო ხელი გამოყო და აიღო ეს გასაღებიო და თვითონ ამღდლებმაო გადმოხტნენო სახურავიდანო და თავები დაიხოცეს რომ ხედავენ რომ ნაბუქოდონოსორი ტაძარს ანგრევს ძარცვავს და იავარყოფს და ეს რომ იცოდნენ რომ აი ტაძრის სახურავიდან წაიღო ღმერთმა ტაძრის გასაღები და ისინი გადმოცვიდნენ და თავი მოიკლეს ამიტომ მათმა რაბინებმა ეს არის პეშიქტა ესეთი წიგნია პეშიქტა რაბათი ესეთი წიგნია 36 თავში წერია რომ ამიტომო მესიაო ტაძრის სახურავზე გამოჩნდება როცა მოვა ანუ ქრისტეო იქ ხო წერია უეცრად მოვა უცბად მოვა თავის ტაძარში ამიტომო ტაძრის სახურავი იქნება ის ადგილი საიდანაც გამოჩნდება მესიაო და ეშმაკი ამას ეუბნება ზუსტად აი მოდი ტაძრის სახურავიდან გადმოხტიო გამოჩდი და ყველა დაინახავს რომ ხო ასე სწამთო შენს რაბინებსო ებრაელთა მოძღვრებსო აი გადმოხტი და დაგინახავენ თან ანგელოზები აგიტაცებენ და არ დაიმტრავი და მიხვდებიან რომ მესია ხარ და ქრისტე რას ეუბნება ისევ რჯულიდან პასუხობს ესეც არის რჯულის მე-6 თავში არ გამოსცადო უფალი შენი ღმერთი ეჭვი ანუ არ გამოსცადო რას ნიშნავს აი ჩვენ რო კარგად გვესმოდეს შენი საკუთარი შეხედულების მიხედვით ნუ დაუშვებ ნუ გაბედავ რომ მოუწოდო ღმერთს რომ იმოქმედე ღმერთო ისე როგორც მე მიმაჩნია ეს არის ღმერთის გამოცდა ხო არა მიენდე ღმერთს წამდეს რომ ეს სიტყვა ჭეშმარიტია და შენი საკუთარი შეხედულებების მიხედვით კი ნუ სთხოვ ღმერთს აი ეხლა ასე გააკეთე ეხლა ისე გააკეთე არა მიენდე იმას როგორც ღმერთმა თქვა ის არ შეიცვლება და ფიზეუნება არ გამოსცადო და ნახეთ სიტყვა რა არის მთავარი ესეც დაწერილია ეშმაკმა ხო უთხრა რომ დაწერილია 91 საგმოშიო ქრისტე ასე უნება არა ბოროტო ნუ აყალბებ სიტყვას ნუ აყალბებ ესეც დაწერილია არ გამოსცადო უფალი შენი ღმერთი გესმით ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ღმერთს არ უღალატოთ ღვთის სიტყვა უნდა ვიცოდეთ ძალიან კარგად რომ ხანდახან ასეც ხდება რომ აი ვიღაცამ შეიძლება ბოროტი განზრახვით ეშმაკის შთაგონებით კი არ იყოს ეს მაგრამ ვიღაცამ არ იცის სწორად წერილი და რაღაცას გვიყვება ან გვაჯერებს რამე ისეც რაც არ არის სწორი რაც არ არის წმინდა უნდა ვიცოდეთ ჩვენ რომ არა მასე კი არა ასეა დაწერილი წერილში უნდა უთხრათ მას გესმით აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე სასტურზეც ვერაფერი ვერ შეძლო ბოროტმა სად გამოსცადეს აი სამ გავწდებით ამას სად გამოსცადა ისრაელმა ღმერთი რომელიც ძალიან დარჩა ბიბლიაში აი სამაგალითოდ როდესაც გამოვიდნენ კადეში იყო ადგილი სადაც აი მოდიან ქვევიდან ესენი
მივიდნენ აი ისრაელის მიწასთან და კადეში იყო ასეთი ადგილი უდაბნოში, კადეშ ბარნეა, სადაც წყალი შემოაკლდათ და აი ეს ადგილი მინდა გაჩვენოთ, ეს არის გამოსვლათა მე-17 თავი. ჩვენ რო ვთქვით, რომ ბუზღუნით და დრტვინით იწყებაო, გამოსვლათა მე-17 თავი. ნახეთ? და დაიძრა მწყობრად ისრაელის მთელი საზოგადოება სინაის უდაბნოდან უფლის ბრძანებისამებრ და დაიბანაკეს რეფიდიმში, სადაც ხალხისთვის სასმელი წყალი არ იყო. აი რეფიდიმი იყო სადაც ხვევით აი აქ. და შესჭიოდა ხალხი მოსეს და ეუბნებოდა მოგვეცი სასმელი წყალი, უთხრა მათ მოსემ, რატომ მეჩხუბებით, რატომ ცდით უფალს? ხალხს წყალი სუროდა, უჩიოდა ხალხი მოსეს და ამბობდა, რისთვის ამოგვიყვანე ეგვიპტიდან, თუ წყურვილით უნდა დაგხოცო, ჩვენ და ჩვენი ბავშვები და საქონელიო. ასე შეღაღა და უფალმა მოსეს და უთხრა, რა უყო ამ ხალხს, ცოტას და ჩამქოლავენ. და შემდეგ უფალი ეუბნება მოსეს, რომ მიდი კლდეს დაჰკარი კვერთხა იმ კლდეს და იქიდან გადმოვა წყალი და იქ დაგროვილია წყალი იმ კლდეში, უთხრა მოსე. შემდეგ სხვა ადგილასაც მეორე ადგილასაც წყალი რა იქაც იგივეს ამბობენ. ნახეთ, რისთვის წამოგვიყვანე? ნახეთ, თუ ხალხი ვარ, ღვთის ხალხი ვარ, არ უნდა გქონდეს წყალი? აი ეს არის ის ბუზღუნი და დრტვინოა. ესმით? ჩვენც ხომ მოგდის ხოლმე ასე ხშირად? ხომ მოგდის ხოლმე? აი გვამბობ ხანდახან რომ თუ მორწმუნე ვარ, რატომ უნდა ვიტანჯებოდე? აი ურწმუნო რა კარგად ცხოვრობს, ხო ამბობთ ხოლმე? აი ურწმუნოს ყველაფერი აქვს. ყველაფერს მიაღწია და აღხენილი ცხოვრობს. თუ მე მორწმუნე ვარ, რატომ უნდა ვიტანჯებოდე ვამ? აი ისეთ ეს არის დრტვინვა. ზუსტად. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. შენ მიენდე, ღმერთმა რაც გითხრა ის გააკეთე და სასუფეველი იქნება შენი. ნეტარი იქნები აქაც, აი ამ განცდით, რომ შენ ღვთის სიტყვას არ გადაუხვიე, მიენდე მას და იქაც სასუფეველი იქნება შენი. გესმით? აი ეს დრტვინვა ჩვენც ხანდახან გვემართება ხომ. და მესამე გამოცდა, კვლავ აიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე და უჩვენა ქვეყნის ყველა სამეფო და მათი დიდება. აიყვანა ისევე ეშმაკმა, როგორც აიყვანა არ ვიცი ჩვენ, ალბათ რაღაცა ზებუნებრივი ძალით. დააყენა ძალიან, ან რაღაც ჩვენება ეს შეიძლება გამოცხადების მსგავსი, რომელიც ძალაც მიეცა ეშმაკს იმ დროს. დააყენა ძალიან მაღალ მთაზე, ანუ დედამიწაზე და უჩვენა ყველა სამეფო ქვეყნის და მათი დიდება. ანუ ყველა თანამდებობა, ყველა სალარო, რომელიც მეფეებს აქვს, ყველა ძალაუფლება, ხო? არა მარტო მაშინ, არამედ დღესაც, ყველაფერი, მთელი ქვეყნის მეფობა, ხო? აი ანტიქრისტე რასაც ესტრახვის ბოლოს, ხო? ანტიქრისტეს ხო სოფლიო მეფობა უნდა ანტიქრისტეს. და ეუბნება ყველაფერს ამას მოგცემ, თუ დავარდები და მემცემ თაყვანს. მაშინ მას მიუგო იესომ, გამშორდი სატანაო, რადგანაც დაწერილია შენს ღმერთს, უფალს, შენს ღმერთს თაყვანის ეცი და მხოლოდ მას ემსახურე. ისევ უფალი, ისევ რჯულის წიგნიდან, რჯულის მეორე რჯულის მე-6 თავიდან პასუხობს ისევ უფალი. ნახეთ, ეს არის მე-10 მუხლი. უფლის შენი ღმერთის გეშინოდეს და მას ემსახურებოდე, მის სახელს ფიცულობდე. ნუ გაყვები სხვა ღმერთებს, იმ ხალხთა ღმერთებს, რომლებიც თქვენს გარშემო არიან. გესმით? შენი ღმერთს გეშინოდეს, მას ემსახურე და მის სახელს ფიცულობდე. აი ამას იმეორებს, ეს არის მე-6 მე-13 მუხლი და ამის შემდეგ მიატოვა იგი ეშმაკმა და ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას. აუცილებლად ჩვენ არ უნდა გამოგჩეს შემდეგ. აი ეს იმდენად მნიშვნელოვანი ადგილია, შემდეგ იოანე მოციქული ამას თავის ეპისტოლის, ეს იოანეს პირველი ეპისტერილი მე-3 თავში ამბობს, რომ ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, გეუბნება მორწმუნეებს, ნურს ნურაფერს ამქვეყნიურს. ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში. ეს ამ ქვეყნის სიყვარული რას ნიშნავს? აი, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, რას ნიშნავს?
ამ ქვეყნიური მატერიალური, აი ის რაც ეშმაკის ძალაუფლების ქვეშ არის. ეხლა, თორემ, მომენტად ესა სოფელში მამაპაპის სახლი ხო ბევრს გვაქვს, ხო? ეხლა ის სახლი რო გიყვარდეს, ამაში ცუდი რა არის? არაფერი, ხო? ის ეზო, ის კარი, ხო, რა ამაში არაფერი ცუდი არ არის, ხო? ამაზე კი არ არის ლაპარაკი. არამედ ის ამ ქვეყნიურ რაც ეშმაკის ძალაუფლების ქვეშ არის, ხო? აი ფულის სიყვარული, მამონა, ძალაუფლების სიყვარული, აი ეს მტრობის სიყვარული, რაც ეშმაკს ეკუთვნის. გესმით? ეს სამყარო ხო ღმერთმა იმიტომ შექმნა, რომ ადამიანის უნდა ყოფილიყო, ხო? როდის დაკარგა სამყაროზე ძალაუფლება ადამიანმა, როცა ცოდვით დაეცა 64-ში. მას მერე ვის აქვს ძალაუფლება სამყაროზე? ეშმაკს. გესმით? ადამიანის უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმიტომ რომ ადამიანმა უღალატა ღმერთს და თაყვანისცა ეშმაკს მიეცა ძალაუფლება ამ ქვეყანაზე. ამიტომ ჩვენ თუ ღმერთის სიყვარული არის ჩვენში, ამ ქვეყნის სიყვარული არ უნდა იყოს ჩვენში. გესმით? აი, თუნდაც ერთი მაგალითი, ძალაუფლების სიყვარული არის ეშმაკის თაყვანისცემა. ეს ყველამ უნდა ვიცოდეს. ძალაუფლება შეიძლება გქონდეს, იმიტომ რომ სიკეთე აკეთო, მაგრამ თავისთავად ძალაუფლება თუ გიყვარს, იცოდე რომ ეშმაკის მსახური ხარ. ამიტომაც ამბობს იოანე, ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი, ეს არის იოანეს პირველი ეპისტოლეს მეორე თავის მე-16 მუხლი. ავინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი გულის თქმა ხორცის, გულის თქმა თვალის, სიამაყე არსებობის მამისგან კი არ არის, არამედ ამ ქვეყნისაგან, ანუ ეშმაკისაგან. ეხლა აი ძალიან თქო, აი ეს თითქოს აჯამებს იმას, რაც ჩვენ ვილაპარაკეთ. ნახეთ, აი კარგად გავუკვირდით. გულის თქმა ხორცის, რომელი გამოცდა იყო გულის თქმა ხორცის? პირველი, რატომ? იმიტომ რომ ქშია და ჭამეო, ხომ? ეშმაკისგან მიიღე ის, დაუჯერე ეშმაკს და მიიღე ის, რაც ხორცს ჭირდება, გულის თქმა ხორცის. მეორე, დაწერია მეორე, გულის თქმა თვალის. რატომ იყო ტაძრიდან გადმოხტომა გულის თქმა თვალის? იმიტომ რომ სასწაულია, ტაძრიდან ხტება მესია, ხედავთ და მოგწონს, ხედავთ, ასე თქვა რაღაცა შოუა, ხო? ხო, სანახაობა და მოვიდა მესია. გესმით და ქრისტე ამას უარყოფს, გულის თქმა თვალის. ხო, თვალი გვაწუნეთ ჩვენ ხშირად, ხო? მომესია. და მესამე, სიამაყე არსებობის კიდევ რომელი გამოცდა? მესამე, თუ ჩემი იქნება დედამიწაზე ყველაფერი, ღმერთს გაუტოლდები. ყველა სამეფო რო ჩემი იყო დედამიწაზე. აი ყველა მთავრობა რომ დღეს აი სუპერ სახელმწიფოები მაგალითად ამერიკა, ჩინეთიც, სხვაებიც რა უნდათ მათ? რომ ყველა სახელმწიფო მათ ემსახურებოდა. მათი ხო? სოფლიო მატონობა უნდა ყველას, რა თქმა უნდა ეს შეუძლებელია, მაგრამ ყველა ეს სუპერ სახელმწიფო რას ელტვის, რომ სხვა სახელმწიფოები დაიმორჩილოს მაგალითად. ხო, ამერიკაზე ამბობენ რომ 150 ქვეყანაზე აქვს გავლენა. 150 ქვეყანა არის მისი დღეს შეიძლება აღარ არის უკვე დაიქცა ეგ, მაგრამ აი გესმით, რუსეთს თავის მომხრეებს აგროვებს, გესმით, ჩინეთი თავისას, ხო? აი ეს არის ზუსტად ეშმაკის საცდური. ყველაფერი მეკუთვნის, ყველაფერი. ეხლა ამერიკას ამბობს, გაკო მოусმინეთ, კანადაც ჩემი უნდა იყოსო, გრენლანდიაც ჩემი უნდა იყოსო, მექსიკის სრუდეც ჩემი უნდა იყოსო და კიდევ ბევრი სხვა რაღაც ჩემი უნდა იყოსო, ხო? აი, ვინ ეუნება ხლა მაგას? ეშმაკი, ამ ქვეყნის მთავარი ეუნება მაგას, რომ შენი უნდა იყოს ყველაფერი, მე მეცი თაყვანი და მოგცემ ამ ყველაფერს. ეხლა კანადელებს რო დაიპყრო, ეგ რა ქრისტიანული საქმეა მაგალითად? ხომ არ არის ქრისტიანული საქმე? ან გრენლანდიაში ხალხი ცხოვრობს და იმათ რო დაიპყრობ და მიერთებ, ეგ ეხლა ხახტო საქმეა? არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ ვინ ეუნება მაგას? მე მეცი თაყვანი ეუნება ეშმაკი და შენ მოგცემ ამ ყველაფერს. ისევე სხვა იმპერიებს, ეხლა რუსეთი რასაც აკეთებს, ხო? რო ცდილობს რომ ნახევარი ევროპა ისევ ჯიბეში ჩაისვას. ვინ ეუნება ეშმაკი ეუნება მაგასაც? აი ეს ამ სასტურში დევს ყველაფერი და ქრისტემ ეს ყველაფერი უარყო. რატომ? იმიტომ რომ მეფობა ის, ნახეთ უყურეთ, ის ნამდვილი მსოფლიოს მეფე ვინ იქნება საბოლოოდ? იესო ქრისტე. როცა ის გამოჩნდება მეორე,
ის მართლაც მსოფლიოს მეფე იქნება, იმიტომ რომ შეუძლებელი იქნება, რომ მას ვინმე დაუპირისპირდეს, გესმით? მაგრამ ეს მეფობა მან ვისგან უნდა მიიღოს? მამა ღმერთისგან და არა ეშმაკისგან. გესმით? აი ეს არის ამ გამოცდის და ამ სასტურის შინაარსი. ამას ნახეთ, ამას ხო იოანე ოქროპირი, იოანე ღვთისმეტყველი ბოდიში ახალ აღთქმაში გვეუბნება. ეს აი გულისხმა თვალის, გულისხმა ხორცის, გულისხმა თვალის და სიამაყე არსებობისა, სად მოხდა პირველად? სადა? ევასთან. ნახეთ, აი ეს ადგილია. არ უნდა გამოგჭირს. ნახეთ, როცა დაინახა დედაკაცმა ეს ხეო, ეხა ეშმაკი ხო მივიდა და აცდუნებს და ეუბნება რომ შეჭამიო ამ ხიდან. ღმერთმა კი აგიგრძალო, მაგრამ არაო, გატყუებსო ღმერთიო. გატყუებდო, ეჭვი შეიტანა. დაიწყო დრტვინვა ევამ, ხო? აბა ეხა ჩვენ ხო ეს მოკლედ გვაქვს, მაგრამ უყურეთ, ეს ევამ შეიძლება თავის ქმარს დაუწყო დრტვინვა და ბუზღუნი. აი ეს გვეუბნება რომ ჭამე, რა ავიღოთ და შევჭამოთ. მაშინ რატო მოგცა ღმერთმა ეს ედემის ბაღი თუ იმის ჭამაც არ შეგვეძლო, ხო? დრტვინვა და ბუზღუნია, მაშინ მდგომარეობს. ადამიანს დაეთანხმა და როცა დაინახაო დედაკაცმა ეს ხეო, რა დაინახაო? აი ეს წერია სიტყვასიტყვით, ეს არის მესამე თავი პირველი წიგნის. დაინახა რომ კარგი იყო საჭმელად, გულისხმარ ისი ხორცის, თვალმტარწაც იყო დასანახად, გულისხმა თვალის და სამურ ფიქრებს იწვევდა. სამური დასანახად, სამურას რომ ილუზიას იწვევდა, რომ ამას თუ შევჭამ, ყველაფერი ჩემი იქნება მთელ მსოფლიოში. აი ის რაც ედემის ბაღში გახდა დაცემის მიზეზი ადამიანისთვის, რადგან გვაფრთხილებს იოანე მოციქული, ის ქრისტემ დაამარცხა უდაბნოში. ხო გასაგებია? ანუ ქრისტეს გამოცდა უდაბნოში არის აი ამ სამი რამის, აი ამ სქემის დამარცხება. რომ ეს ჩვენთვის არის, რომ ეხლა გამოცდილი ლოდი რატომ არის ქრისტე, რომ ეს ჩვენ მაგალითად ხო თვალწინ გვაქვს და ცხოვრებაში რომ შეგვემთხვევა, არ გავაკეთოთ. ხომ ასე? აი მაგალითად მე არ მექნებია, მაგრამ აი თქვა რომელიმე თქვენთაგანი ხვალ დანიშნეს მაღალ თანამდებობაზე. მაგალითად. აი გეუბნება ეშმაკი. მაშ რატომ მოხდა ღმერთმა ეს მინისტრის პოსტი? აი იქიდანაც აიღე ფული, აქიდანაც აიღე, იმასაც მოატანე. ხო გეუბნება ეს? აი გეუბნება, აბა რატო ხარ მინისტრი? აი სხვები აკეთებენ. აი იგივეა, რაც ქვები ყურებად შეცვალეო, ხო? შენ უთხრა არა. მარტო იმ ფულით არ ცხოვრობს კაცი უნდა უთხრა. არამედ იმ საქმით, სახთო საქმით, რომელიც მე როგორც მინისტრმა უნდა დავაკეთო, ხო? ან მეორე, შეიძლება მოვიდეს და გითხრას, რომ აი მინისტრი ხო ხარ და ხო გინდა რომ გემორჩილებოდეს ეს ყველა ხალხი. მოდი მოიგონე რამე ტყუილები, რამე ფოკუსები, რაიმე ტრიუკები როგორც დღეს იძახიან. აი მოდი მოიგონე კარგი ტყუილი პროპაგანდა, რომ მონუსხოთ, მოდი ეს ხალხი, აი მოდი დავა, ხო? ხო გეუბნება, აი ის რაც ქრისტეს უთხრა, გადმოხტი სახურავიდან და აი მოინუსხება ხალხი და ყველა გიგებ, ხო? რა უნდა უთხრა ეშმაკს? არ გამოსცადო ღმერთი, სიმართლეს არ უნდა გამოცდა, ხო ასე? და მესამე მოვიდა ეს ხარ პრეზიდენტი არ ხარ მინისტრი და გეუბნება ეშმაკი. ეს მართლა ესე კი არ ხდება, რომ აქ სკამზეზის ეშმაკი და გეუბნება. შენ ხმა რაც ჩაგესმის ძუნების ხმა თავში ეს არის ეშმაკისგან. გესმით? და მოვიდა და გეუბნება, რომ აი თუ ყველაფერს მოიპოვე, ყველაფერს დაიმორჩილებ. აი, რასაც აკეთებენ სახელმწიფოები, პუტინმა მაგალითად, ხო, რუსეთში ყველაფერი დაიმორჩილა. ყველა დახოცა, ყველა მოკლა, ყველაფერი მისია, გესმით? ყველაფერი შეიძინა და სული წააგო. გესმით? გეუბნება ეშმაკი, რომ ყველაფერი შენ იქნება თუ მემცემ თაყვანს და მესამე საფეხური, მესამე ზუნება ყველაზე საშინელია, იმიტომ რომ პირდაპირ თაყვანის ცემაზე მიდიხარ ეშმაკის. ასე აკეთებენ, ამიტომ უნდა მორწმუნემ ეს თავის თავში არ უნდა დაუშვას, გესმით? აი ეს სამი სასტური. ამაზე გვმართავს ჩვენ ფიქრი. და ამის შემდეგ, როცა დამთავრდა ეს სამი სასტური, ეშმაკმა მიატოვა, არ აქვს მასთან მას არავითარი ძალაუფლება მასზე არ აქვს და განშორდა და ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას, ძეს ღვთისას. ხოლო როცა გაიგო იესომ იოანე შეუპყრიათო, გალილეას გაემართა.
ნახეთ? ამ დროს იესო არის აი აქ არის. ნახეთ? აი აქ მოინათლა და აი აქ არის უდაბნო, სადაც მკვდარი თავზე, სადაც გამოიცადა კი magistagან. იესომ გაიგო, რომ იოანე სად შეიპყრეს? გალილეაში. აი აქ არის გალილეა. ნახეთ? გალილეა, სადაც აი ეს გენესარეთის ტბა არის, ტიბერიის ზღვა და აი ეს არის გალილეა. აი აქ მეფობდა ჰეროდე ანტიპა, იმ ჰეროდეს შვილი, ვინც ჩვილები რომ დახოცა ბეთლემში, ხომ გახსოვთ? აი მისი შვილი იყო ჰეროდე ანტიპა და გალილეის მეფე იყო. იესომ რომ გაიგო, რომ გალილეაში დაუპატიმრებიათო იოანე ღვთისმსემელი, მიატოვა იუდეა, სამხრეთით წავიდა გალილეაში, რომ რაღაცნაირად ახლოს იყოს იქ, სადაც იოანე არის შეპყრობილი. იოანე რატომ დააპატიმრეს? რომ ამხილებდა ჰეროდეს, რომ შენი ძმის ცოლი არ უნდა გესვას ცოლათო და იოანე ამის გამო მოკლეს ჩვენს წინასაუბარში განვიხილეთ. მიატოვა ნაზარეთი და დაემკვიდრა ზღვისპირა კაპერნაუმს, ზაბულონის და ნეფთალემის მხარეს. ეს ძალიან საინტერესო მუხლია და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კარგად გავიგოთ რა ხდებოდა ეს ყველაფერი. მიატოვა ნაზარეთი, აი ნაზარეთი არის აი აქ სადღაც, აი აქ. ნაზარეთი აი ეს ზოგადად ზუსტად აქ არის ნაზარეთი. ნახეთ, აქ ცხოვრობდა, აქ აღიზარდა უფალი. მიატოვა და ნაზარეთი იყო ზებულონის მხარეში, აი აწერილია ზებულონი, ნახეთ, აწერილია. შეიძლება დახოლდა ნაზარეთი. მიატოვა, წავიდა ჩრდილოეთით და კაპერნაუმში დაემკვიდრაო, ნეფთალემის მხარეშიო, აი, ნეფთალემი და ზაბულონი, ხო? და კაპერნაუმი იყო გენესარეთის ტბის ჩრდილოეთით მეთევზეთა ქალაქი კაპერნაუმი. მე ნახეთ აუცილებლად საინტერესოა ძალიან ეს. რატომ? ნახეთ, ჯერ ეს ზებულონი და ნეფთალემი რა არის? ბევრი შეიძლება არ იცის, ხო? როცა ისრაელი შევიდა აღთქმულ მიწაზე, მოსეს დროს ეგვიპტიდან რომ გამოვიდნენ მონობიდან, ხო? ეს იყო ქრისტეს შობამდე დაახლოებით 1500 წელიწადით ადრე, ხო? როცა აი აქედან შევიდა ისრაელი, აი ამ მხრიდან შევიდა ისრაელი აღთქმულ მიწაზე და მოსემ გაანაწილეს აი ეს მთელი ტერიტორია 12 შტოზე. ხო 12 შვილი იყო მისი იაკობის. ისრაელი იყო 12 ძმისგან წარმოსდგა და ყველა ძმას შეხვდა წილი აი ამ მიწაზე. ხო სად უნდა ეცხოვრა მას? აი მაგალითად იუდა ამას, იმიტომ რომ იუდა ცხოვრობდა. იუდა და ბენიამინი, ორი ძმა, ცხოვრობდნენ ქვევით სამხრეთში. და 10 ძმა ცხოვრობდა ჩრდილოეთ ისრაელში, ხო? აი ამ ადგილას ცხოვრობდა ზებულონი იყო ერთ-ერთი ძმა და ნეფთალემი იყო მეორე ძმა. და ნაზარეთი იყო ზებულონის მიწაზე და კაპერნაუმი ნეფთალემის მიწაზე, ხო? და რატომ შეიცვალა უფალმა საცხოვრებელი? რათა აღსრულდეს ისაია წინასწარმეტყველის თქმული, რომელიც ამბობს: ქვეყანა ზაბულონისა და ქვეყანა ნეფთალემისა, გზა წიაღ იორდანისა, გაღმა გალილეა წარმართა, ბნელში მსხდომმა ხალხმა იხილა ნათელი დიდი და ქვეყნა და სიკვდილის აჩრდილში მსხდომებს გამოუწყინდა ნათელი დიდი. ეს არის ესაია წინასწარმეტყველის მერვე თავში ნაწილასწარმეტყველები, რომ ეს ქვეყანა, რომელიც სიკვდილის აჩრდილების ტყვეობაში ცხოვრობდაო, ეს ზებულონი და ნეფთალემი აქვს ესაიას ნახსენები. წარმოგიდგენიათ, ანუ ქრისტე სადაც აღიზარდა ნაზარეთი და სადაც ცხოვრობდა კაპერნაუმში, ის ორი მხარე ესაიას აქვს ნახსენები 7 საუკუნით ადრე ის ორი მიწა. რომ რატომ ამბობს, რომ გალილეა წარმართთა. რატომ იყო გალილეა წარმართთა მხარე? ხო საინტერესოა. იმიტომ რომ აქ მოხდა დიდი უბედურება ქრისტეს შობამდე მერვე საუკუნეში. და რა მოხდა? აი ურჯულოების გამო, როგორც ცხოვრობდა ისრაელი, ღმერთმა დასაჯა ისრაელი, ხელი აიღო მათზე, ჩრდილოეთით იყო ასურეთის უძლიერესი იმპერია და ასურეთის მეფემ დაიპყრო მთელი ისრაელი, ჩრდილოეთი ნაწილი. ჩრდილოეთი ნაწილი ხო ისრაელი ერქვა, ხოიცა იუდა ერქვა და ეს 10 ტომი აქედან აყარა ასურეთმა და გადაასახლა სადღაც, არავინ არ იცის სად გადაასახლა იმპერიის სხვა მიდამოებში. გესმით და გავერანდა, გაუბედურდა ეს სულ ეს ჩრდილოეთი მხარე ისრაელის და
ჩამოასახლა მე ასურეთის მეფემ სხვა ტომები თავის იმპერიიდან და იზმათმა დაიწყეს იქ ცხოვრება. შემდეგ აქედან ბერძნული მოსახლეობა შემოვიდა ჩრდილოეთიდან. შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა გაიარა ამ მხარეში, როცა იდიოდა ინდოეთისკენ სალაშქროდ, მაშინაც დაარჩნენ ეს სამხედრო, ასე ვთქვათ, დასახლებები. ეს იყო 10 ქალაქი, ეს იმდროინდელია. გესმით? ყველაზე მეტად წარმართული მოსახლეობა ცხოვრობდა აი ამ გალილეის მხარეში. და ანუ რაღაცა დაჩაგრული იყო, სიკვდილის მხარე იყო. სიკვდილის აჩtildeების მხარე იყო ეს და ის ამბობს რომ ნუ გეშინიათ. აი იმ ხალხს სადაც ასეთ სიბნელე იყო, დიდი მზე ამოუწყინდება მოვადრო და აი ამ სიკვდილის აჩtildeებში მსხდომ ხალხს დიდი მზე ამოუწყინდება და ვინ იყო ის მზე? იესო ქრისტე. ამიტომაც ეუბნება ქრისტე რომ იმიტომაც უარყო ტაძრიდან გადმოხტომა ქრისტემ. რატომ უარყო? იმიტომ რომ ტაძარზე კი არ უნდა გამოჩენილიყო, აბა სად უნდა გამოჩენილიყო? აი ამ შეურაცხყოფილ გალილეაში. აი ამ დამდაბლებულ გალილეაში, აი ამ ტანჯულ გალილეაში უნდა მოსულიყო, უნდა ნაზარეთში ეცხოვრა. ნაზარეთი იყო აი ძალიან უმნიშვნელო სოფელი იყო, სადაც 300-400 კაცი შეიძლება ცხოვრობდა ნაზარეთში. ძალიან ღარიბი ხალხი ცხოვრობდა, აი ამ ადგილას მიწურების გავსი სახლები ჰქონდათ და კაპერნაუმი კი იყო მეთევზე და ქვეყანა სოფელი, სადაც ცხოვრობდნენ მისი მოციქულებიდან ბევრი და იქ დაესახლა უფალი თვითონაც რომ იქიდან უნდა დაეწყო. კაპერნაუმის სიტყვა თითო რას ნიშნავს? კაპერნაუმის ჩვენ ენაზე ისმის ასე თორე. ამას ქვია ქვარნახუმ. ნახუმ არის იმედი და ქვარ არის ებრაულად სოფელი. ანუ იმედის სოფელი ქვია კაპერნაუმს. ქვარნახუმ, ანუ იმედი კაცთა დასახლდა ქვარნახუმში იმედის სოფელში, ხო? და ნეფთალემი თვითონ აი სადაც დაიწყო მან თავის საქმე, ნეფთალემის სიტყვა რას ნიშნავს? მე ვიბრძოლე, ჩემი ბრძოლა. და მისი ბრძოლა, აი დედამ იმიტომ დაარქვა ნეფთალემს, ხო, იაკობის ცოლმა იმიტომ დაარქვას ნეფთალემი თავის შვილს, რომ ვიბრძოლე, აი მინდოდა ძალიან ჩემი შვილი და მოვიპოვე და ჩემი ბრძოლა ქვია ნეფთალემს და აი ამ ადგილას დაიბადა იმედის სოფელში, ცხოვრობდა იმედის სოფელში მაცხოვარი და იქიდან დაიწყო მისი ბრძოლა. შემდგომ ამისა დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი. ანუ რასაც იოანე ამბობდა, იოანე უკვე ციხეშია, ქრისტე აგზელებს იმ უწყებას, რომ მოახლოვებულია ცათა სასუფეველი, შეინანე. და როდესაც მიმოდიოდა გალილეის ზღვის პირას, გალილეის ზღვის პირას მიმოდიოდა უფალია და დაინახა ორი ძმა, სიმონი, პეტრე წოდებული და მისი ძმა ანდრია, რომლებიც ბადეს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ, მეთევზეები იყვნენ. და უთხრა მათ, გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთო. მათაც მყისვე მიატოვეს ბადე და გაყვნენ მას. იქიდან წამოსულმა დაინახა ორი სხვა ძმა, იაკობ ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ნავში ისხდნენ ზებედესთან, თავის მამასთან ერთად და ბადეს კემსავდნენ და უხმომად. მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ნავიც და მამაც და გაყვნენ მას. ნახეთ, ორჯერ მეორდება თითქმის ერთ და იგივე ამბავი. ძალიან საინტერესო მომენტია ეს, აი როგორ არის ბიბლია დაწერილი სული წმინდისაგან. ორჯერ მეორდება რა, რომ ორ ძმას ხედავს, უხმობს და ეუბნება რომ მე კაცთა მეთევზეებად გახდი და კიდევ ორ ძმას ხედავს, იოანეს და იაკობს, ზებედეს შვილებს და იმათაც უხმობს, მოდით ჩემთან გამომყევით და ახლა ორჯერ მეორდება ერთ და იგივე ამბავი, ყოველთვის რაღაცას მიგვანიშნებს ეს და არის ესეთი ძალიან საინტერესო წინასწარმეტყველება ძველი აღთქმიდან. ნახეთ, ორი ძმა, რომლებსაც ეძახიან, რომ ისინი უნდა გახდნენ ძალიან ბევრი ხალხის მონადირეები, ხო? ნახეთ, ეს არის ძველ აღთქმაში ქრისტე ხო ძალიან მრავალნაირად არის ნაწინასწარმეტყველები, ხო? ერთ-ერთი ქრისტეს წინა სახე იყო ვინ? იოსები.
იოსები ვინ? აი ვინც არის სულ მოკლედ გეტყვით. აი ძალიან თო ვამთავრებთ უკვე. იაკობს ყავდა 12 შვილი, ხო? აი ეს 12 შვილი იყო ისრაელის 12 ტომი, ხო? და იაკობს ყავდა უმცროსი შვილი იოსები, რომლებიც ძალიან უყვარდა ეს იოსები. საყვარელი შვილი იყო მისი უმცროსი შვილი. და ეს იოსები არის ქრისტეს წინასახე. აი როცა ამბობს ვიპოვეთ იესო ნაზარეველი ძე იოსებისა, რა თქმა უნდა მის მამობ მარიამის ქმარსაც იოსები ერქვა, მაგრამ ძე იოსებისა იმასაც მოასწავებს, რომ იოსები მისი წინასახეა. რატომ იყო ეს იოსები ქრისტეს წინასახე? იაკობს ხომ ძალიან უყვარდა, მამას ძალიან უყვარდა იოსები და სხვა ძმებს შურდათ ამის. და რა უქნეს სხვა ძმებმა როგორ გონიათ იოსებს? გააყიდეს, წაიყვანეს, ფაქტობრივად მოკლეს ფაქტობრივად. ხომ ასე იყო, იმიტომ რომ იმას იქ რა გადაარჩენდა, ხო? ესა და ძმებმა გაყიდეს იოსები და სიკვდილისთვის გაიმეტეს და მისი სისხლიანი ხალათი მოუტანეს მამას, რომ აიო მხეცებმა დაგლიჯესო და მოკვდაო. შემდეგ ეს იოსები, ნახეთ, ძმებმა გაყიდეს, უღალატეს, შემდეგ იოსები წაიყვანა ქარავანმა ეგვიპტეში, იქ თავისი ჭკუით და სიბრძნით რაქნა იოსებმა ამაღლდა ისე რომ მეორე კაცი გახდა ეგვიპტის სამეფოში, ხო? ანუ მოკლული ამაღლდა, ხო? და შემდეგ ამაღლდა ისე რომ ისრაელში რომ შიმშილია და იხოცებიან მისი ძმები და ოჯახი წაიყვანა და გამოეცხადა და უთხრა მე ვარ ის ვინც თქვენ მოკალით. მე ვარ და შური კი არ იძია მას და მიიღო ისინი. ამიტომ იოსები არის ქრისტეს წინასახე. იმიტომ რომ ქრისტეც ხო ასე უღალატეს, მოკლეს, ამაღლდა და ხსნა გახდა ჩვენი. ხსნად იქცა ჩვენ ხსნად, ხო? აი ესე ხედა, იოსების ცხოვრებაში არის ესეთი შემთხვევა აღწერილი. უყურეთ, როგორ გავს იმას ორი ძმა რომ მოიყვანა. ნახეთ? იოსები როცა დაბრუნდა, როცა შეხვდა თავის მამას, უკვე მამა მოხუცია, ვერ არ ხედავს იაკობი და უხარია რომ მე მკვდარი მეგონეო, შვილო და შენ შვილებსაც მოვესწარიო, ეუნება მას და თვალს დააკლდა ისრაელს, ისრაელი იგივე არა, იაკობს ეკვა მეორე სახელი ისრაელი. თვალს დააკლდა იაკობს, რომ ისრაელს სიბერისაგან ცუდად ხედავდა და ახლოს მიუყვანა იოსებმა თავისი შვილები, მანაც გადაკოცნა ისინი და გულში ჩაიკრა. ეფრემი და მანასე ერქვა იოსების შვილებს. და უთხრა ისრაელმა იოსებს აღარ მეგონა თუ კიდევ გიხილავდი, ახლა კი ღმერთმა შენი მონაგარიც მახილვინა, აიყვანა ისინი იოსებმა მისი მუხლები და პატარა ბავშვები არიან. ეს ბავშვები, შვილიშვილები მუხლებზე უზის ამ იაკობს, მამამთავარს ისრაელის, აიყვანა იოსებმა ეს ბავშვები და მიწამდე თაყვანისცა მამას, ანუ მის წინაშე. ხელი მოკიდა ორივეს იოსებმა, ეფრემი მის ხელმარჯვნივ დააყავდა ისრაელის მარცხენა მხარეს, ხოლო მენაშე ხელმარცხნივ ისრაელის მარჯვენა მხარეს და მიიყვანა მასთან. ისე მიიყვანა რომ მარჯვენა ხელის მხარეს მანასე, ანუ მენაშე უნდა დგას და მარცხნივ დგას ეფრემი, რადგან მენაშე უფროსია ამათ შორის. ბავშვები არის, მაგრამ ის უფროსია და რომელიც უფროსია, მას ეკუთვნის ლოცვა კურთხევა პირველი. და მიიყვანა ასე და იოსებმა ასე დაუყენა. და ეხლა რას აკეთებს იაკობი? აი, ღმერთის ძალაუფლება, ანუ ღმერთის განგებულება სულ სხვაა, ვიდრე ჩვენ გგონია. და გაიწოდა მარჯვენა ხელი იაკობმა და ეფრემს დაადო. ამას კი არა უმცროს ეფრემს დაადო, ხოლო მარცხენა მენაშეს დაადო. განზრას დაასხა ასე ხელები, თუმცა პირმშო მენაშე იყო. აკურთხა იაკობი ღმერთმა და თქვა ღმერთმა, რომლის წინაშე დაიარებოდა ჩემი მამა პაპა აბრამი და ისააკი, ღმერთმა, რომელიც წევსა და წემსავს ჩემი გაშენის დღემდე, ანგელოზმა ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისაგან აკურთხოს ეს ყმაწვილები იწოდებოდნენ ჩემი სახელით, ჩემი მამა პაპის სახელით, აბრამის, ისააკის და დიდად გამრავლდნენ ამ ქვეყანაზე. ანუ აკურთხა იოსებმა ესენი და იაკობმა და იოსები ეუნება ეგრე არაო, მამაჩემო, ეგრე არ არის სწორიო, ეს არისო უფროსიო, მარჯვენა ამას უნდა დაადო და იაკობი ეუნება არა,
ვიცი შვილო, რასაც ვაკეთებ, მე ვიცი რომ ეგ უფროსია, მაგრამ არა, ამაზე არის კურთხევა. ეს გამრავლდება ძალიან ეფრემზე ამბობს. და ისიც აკურთხა მეორე. ნახეთ? აი აქ წერია რომ გამრავლდნენ ესენი ამ ქვეყანაზეო. აი სიტყვა ებრაულში რაც წერია, ნიშნავს თევზივით გამრავლდნენ. გესმით? თევზივით თევზი ხო ძალიან ბევრი ოკეანეში ხო და იაკობი რასაც ამბობს იქ სიტყვას აი ეს ბავშვები ისრაელის შვილები ხო ეფრემი არ ერქვა მხარეს ზედა მხარეს ხო ეფრემი ერქვა თლიანად აი ამას გალილეასაც და თევზივით გამრავლდნენ ესენი გესმით? და აი ამ ჩვენ მონაკვეთში ზუსტად მაგაზე არ არის ლაპარაკი? უფალი უხმობს ორ ძმას და ეუბნება გამომყევით მე და კაცთა მეთევზეები იქნებით. ძალიან ბევრი თევზივით გამრავლდებით თქვენ და ის ხალხი, ვისაც თქვენ უხადაგებთ ამ სახარებას. გესმით? აი ის იოსები ამბავი ზუსტად კავშირშია ამასთანაც და ორჯერ მეორდება. ორი ძმა, ორ ძმას ეძახის უფალი, ფაქტობრივად ორ ძმას აკურთხებს ღმერთი და ეუბნება წამოდით და თევზივით გაგამრავლებთ თქვენ როგორც იმ დროს თქვენი წინაპარი მამამთავარი იოსები შვილები აკურთხა ღმერთმა. აი ეს კავშირია ამ ორ რამეს შორის. შეიძლება ეხლა ჩვენთვის ქართველებისთვის მაინც და მაინც საცნობი არ არის, მაგრამ იუდეველი, ებრაელი ამას რო კითხულობს დღესაც, ის იმ წუთში ხდება, რაზე არის ლაპარაკი. როგორ აკურთხა ღმერთმა ეფრემი და მენაშე და როგორ აკურთხებს ახლა პეტრეს და ანდრიას იოანეს და იაკობს ქრისტე რომ მოდით ჩემთან მოდით და გამრავლდებით ამ სარწმუნოებაში თევზებივით მათაც მიატოვეს მისი ნავის და თავიანთი ნავის და მამაც და გაყვნენ მას და დადიოდა იესო მთელს გალილეაში და ასწავლიდა მათ სინაგოგებში ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველ სენს და ყოველგვარ უზრუნვებას ხალხში და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას და მოყავდათ მასთან უძლურნი, სხვადასხვა სენით და ჭირით სნეულნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავდომილნი და კურნავდა მათ. და მისდევდა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და 10 ქალაქიდან, იერუსალიმიდან, იუდეიდან და იორდანის გაღმიდან. და დაიწყო იესომ, ჯერ დაიწყო გალილეის ნაპირებზე ქადაგება. სახარებებში თქვენ რომ ნახოთ, დაახლოებით 2/3 რაც ხდება სახარებებში, გალილეაში ხდება. იუდეაში დაახლოებით 1/3 ხდება იმისი, რაც ქრისტემ გააკეთა. გესმით? იუდეაში ქრისტეს მტრობდნენ, მაგრამ გალილეაში უყვარდათ. გესმით? ეს ჩვენ ვიცოდეთ როგორ. მთელი მისი მოციქულები იყვნენ გალილეველები. გალილეაში რომ დადიოდა, არ იყო მის მიმართ ესეთი მტრობა, უყვარდათ, იღებდნენ და იუდეაში, ამ პარტავან იუდეაში, კონკრეტულად ცენტრი იყო ამ როგორც ხდება ხო, ცენტრში ასეთი ამ პარტავანი ხალხი ცხოვრობს და იქ არიღებენ და იქ უნდათ მისი მოკვლა. იუდეაში სასიკვდილოდ დაძდებენ მას, მაგრამ გალილეა მისი მხარეა. იქ სიყვარულით და სიხარულით იღებენ მას. და როცა წერია იუდეველები მის მოკლას აპირებენო, აი დღეს ჩვენ ეს არასწორად გვესმის. ჩვენ გონია რომ იუდეველები იგულისხმობს მთელ ებრაელებს უნდათ მის არა. გალილეაში მისი მოკვლა არ უნდათ. არც სამარიაში არ უნდათ მისი მოკვლა, ნახევრად ებრაული, აბა საუნდათ იუდეაში. იუდეველები ნახსენები რო არის, იუდეის მოსახლეობა პირველ რიგში ის, ვინც მას მტრობს, გესმით? ამიტომ იუდეველმა ცოტა დაგვაბნია ჩვენ. მოვიდნენ იუდეველები და პილატეს ეუბნებიან ხო რომ ისა ვეგაო ამბობდაო ტაძარს დავანგრეო. რომელი იუდეველები მოვიდნენ? გალილეველები კი არ იყვნენ ისინი. გალილეაში ცხოვრები ებრაელები. არამედ იუდეაში ცხოვრები ებრაელები იყვნენ, ამიტომაც არ უნდა გვეგონოთ ჩვენ ის რომ მთელი ისრაელი და მთელი ებრაელობა ზდევნი და მას და უნდათ მისი სიკვდილი. არამედ იუდეველები ხო, იუდეაში ვინ ცხოვრობს. და აქეთი საგულისხმო ადგილია კიდევ. მთელი მოედო მისი ამბავი მთელ სირიასო. სირია იყო ზედაპირული, ჩრდილოეთით ისრაელის პროვინცია რომის სირია. სირიას მოედო მისი ამბავი რატო ახსენებს მათ ემახარებენ? იმიტომ რომ მათ ამბობს რომ იქ ყველაზე მეტი გადასახლებული ებრაელი ცხოვრობს.
აი მე რო თქვი რომ ასურეთის იმპერიამ აყარა და გადაასახლა, იქით მეთქი, აი სირია ამას გულისხმობს რომ იქ გადასახლებულებში რო ცხოვრობდნენ ებრაელები დიასპორაში, იქაც გაიგეს რომ გამოჩნდა მესია ისრაელში და მისი ამბავი იქამდეც მივიდა. დადიოდა უფალი, ურნავდა მათ და მისდევდა მას დიდ ძალი ხალხი გალილეიდან 10 ქალაქიდან, 10 ქალაქი დეკაპოლისი არის. აქ იყო ასე კავშირი, აი ბუნდი რომ გერმანულად ბუნდი კავშირი 10 ქალაქის, რომლებიც იყვნენ ერთმანეთთან კავშირში და პირდაპირ რომს ემორჩილებოდნენ და განსაკუთრებული სავაჭრო და სხვა ურთიერთობები ჰქონდათ ერთმანეთთან. შემდეგ შეგვიძლია ჩვენ ეს ქალაქები ვნახოთ და მოედო მისი ამბავი იორდანის გაღმა მხარეს. იორდანის გაღმა რომელია? პირეა ერქვა ამ ადგილს, აი აქ მხარეს იყო, სადაც ნაწილობრივ ებრაელები ცხოვრობდნენ და გაიგო მის შესახებ ყველა. აი ესე მთავრდება მეოთხე თავი მათეს სახარების. კითხვები ხომ არაფერია?